მიხეილ ჯავახიშვილი, ჟანდარმერიის ბარათი. დგომა, წელში მოხრილი, ზიარული, ჩქარი, მშობლიური ენა, ქართული, ხმადაბალი ტენორი. ასე ახასიათებს ჟანდარმერიის ბარათი ქართულ კლასიკოს მწერალს მიხეილ ჯავახიშვილს. ბარათი მეფის რუსეთის ჟანდარმერიის თბილისის გუბერნიის სამმართველოს 1910 წლის 1 მაისს მიხეილ ჯავახიშვილის დაპატიმრებისას შეუდგენია. დაკავების მიზეზი სოციალ-ფედერალისტებთან კავშირი იყო. ბარათში კიდევ სხვა ბევრი საინტერესო დეტალია. განათლება. ნიკიტინის მებაღეობა მევენახეობის სასწავლებელი. იალტა. სორბონისა და ჟენევის უნივერსიტეტები. სამუშაო ადგილი. ჟურნალ გლეხის რედაქტორი. თბილისი. ამჟამინდელი საცხოვრებელი ადგილი. თბილისი. ჩვევა. პენსნეს ტარება. ასაკის შეხედულების მიხედვით 30-32 წლის. დაბადების დრო და ადგილი 1880 წელი 8 ნოემბერი. აღნაგობა გამხდარი, საშუალო, თმა, შავი, სწორი, წვერულვაში, შავი, მოხვეული, თხელი, სახე, ფერმკრთალი, სახის გამომეტყველება ეშმაკური. ბარათს ახლავს დაკავებულის თითის ანაბეჭდები. დოკუმენტი დაცულია საქართველოს ეროვნულ არქივში.